Უსურვოთ მე-9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად საღამო მშვიდობისა რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართვა საზოგადოებას. რითი ამაყობს საქართველოდან წასული დიმიტრი შაშკინი და რა შემთხვევაში მოუწევს მას ქვეყანაში დაბრუნება. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი გაუგონარი ამბავი ჩემს შესახებ. რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ამაზე თანაბრად არიან პასუხისმგებელი როგორც ბაჩუახალაია, ისე დიმიტრი შაშკინი. შაშკინი იყო მინისტრი, რომელმაც შეძლო რომ სკოლა ექცია ციხე. არ ვიცი, არ გავცნობილ ვარ ამ წერილს. საქმე, რომელზეც თანდათან უფრო მეტი ვერსია და კითხვა ჩნდება. პანკისის ხეობა ლაფაღური სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს. ტერაქტები უნდოდა. დაგეგმილი რო იყო ბიზინა ივანიშვილის კახეთში მიტინგები, ზუსტად იმ მიტინგებზე ტერაქტები უნდა ჩაეტარებინა. შესთავაზესო ივანიშვილის ლიკვიდაცია. ის სანაცვლოდაც გადაიყო ამდენ კიდეც და გზას გაუხსნა. კახიკალაძე არჩევანის ზღვარზე, რას დათმობს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი, მომავალ თანამდებობას თუ ბიზნეს ინტერეს ენერგოსფეროში. ეს რომ არ გახმაურებულიყო, ჩვენ ამას აკითხს ვერ გავიგებდით, ქმნის უნდობლობის ძალიან დიდ პრობლემას. ჩვენ გვინდა ყველამ რომ ნახოთ რეალური გაყიდვა ამ წილებისა და რეალური გადაფორმება. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ეს ინფორმაცია გამჟღავნდა, უბრალოდ სწორი იქნებოდა უფრო რომ თავად კანდიდატს ეთქვა რომ ასეთი ინტერესთა შეუთავსებლობა გააჩნდა. საქიდროენერგომშენის 45% და ენერგეტიკის მინისტრის პოსტი არის თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტი და მოუწევს თუ არა კახიკალაძეს მინისტრობაზე უარის თქმა. რა შუაშია კალაძე ენერგეტიკასთან? ეს კითხვა მაშინვე გაჩნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთელი მინისტრის პოსტზე წარადგინა. დღეს ცნობილი ხდება, რომ ის არც თუ ისე შორს ყოფილა ენერგოსფეროსგან. კაპიტალი, რომლის 100%-ს კალაძეს ეკუთვნის, იმ სააქციო საზოგადოებას ფლობს, რომელიც ჰესებისა და გვირაბების მშენებლობითაა დაკავებული. რატომ არ თქვა წარდგენისთანავე კალაძე, რომ იგი ენერგოკომპანიის მფლობელი იყო? მის დღევანდელ განცხადებას არასამთავრობო სექტორი ეჭვის თვალით უყურებს. კალაძე ამბობს, რომ დანიშვნიდან 10 დღეში წილის გაყიდვის პროცედურას დაიწყებს, თუმცა კანონით მას 10 დღეში საქიდრომშენის აქციები უკვე გაყიდული უნდა ჰქონდეს. ენერგეტიკის მომავალი მინისტრის კომპანია კალა კაპიტალი იმ სააქციო საზოგადოების 45%-იანი წილის მფლობელია, რომელიც ენერგოობიექტების სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა. სახიდრო ენერგომშენი ჰესებისა და გვირაბების მშენებლობის გარდა ნაპირსამაქ სამუშაოებსაც ასრულებს. მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის დოკუმენტაცია კალაძის ბიზნეს ინტერესების შესახებ არასამთავრობო სექტორმა გამოაქვეყნა, მომავალმა მინისტრმა პირობა დადო, რომ 45%-იანი წილის გასხვისების პროცესს თანამდებობის დაკავებიდან 10 დღეში დაიწყებს. თუმცა 10 დღეში მესამე სექტორი ამ პროცესის დასრულებას ელოდება. ეს რომ არ გახმაურებულიყო, ჩვენ ამას აკითხს ვერ გავიგებდით, ქმნის უნდობლობის ძალიან დიდ პრობლემას და სწორედ ეს უნდობლობა არის ის, რასაც საბოლოო ჯამში მივყევართ იმ შეცდომებამდე, რაც დაუშვა ნაციონალურმა მოძრაობამ და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ ეს შეცდომები მომავალმა მთავრობამაც გაიმეოროს. გასაგები არის, რომ ეს წილები გაიყიდება, თუმცა ჩვენ გვინდა ყველამ რომ ნახოთ რეალური გაყიდვა ამ წილებისა და რეალური გადაფორმება, რადგან ჩვენ წინა ხელისუფლების დროს ქონდა შემთხვევები, როდესაც ეს ბიზნეს წილები ფორმდებოდა გარკვეულ ადამიანებზე, მაგრამ ეს ადამიანები ისევ იგივე პიროვნებების წარმომადგენლები იყვნენ. კალა კაპიტალის იურიდიულ მისამართზე ინვესტბანკია. წილების შესახებ არავის საუბრობს საქიდრო ენერგომშენში, სადაც მე-9-ს დაკეტილი ოთახები და დერეფანში გამოფენილი ჰესების ფოტოები დახვდა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად კალა კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოშია იუსტიციის ყოფილი მინისტრი გია ქავთარაძეც, რომელიც კალაძის მოადგილედ სახელდება. თუმცა ყოფილმა და სავარაუდოდ მომავალმა საჯარო მოხელემ ინტერესთა კონფლიქტი იმ მიზეზით გამორიცხა, რომ წელიწადზე მეტია რაც საბჭოც დატოვა და კალა კაპიტალიც. მესამე სექტორისგან განსხვავებით მომავალი მინისტრის კერძო ინტერესებზე პარლამენტში დღეს მედიისგან გაიგეს. რომც ეხლა დათმობს წილი, მოვფიქრობ საბუთლე მეჭმის დათმობს და ესე ჭორი ვერ მოიხსნება, ამიტომ მოვფიქრობ თავად კანდიდატურასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ცვლილება. წილი არ ეკნება ინტერესები ენერგობიზნესში საპარლამენტო კომიტეტებში კალაძესა და დეპუტატებს შორის განხილვის თემა იქნება. მომავალ მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში უახლოესი 2 დღის განმავლობაში ელოდებიან.
მთავრობის ახალი შემოადგენლობა, მათ შორის კახი კალაძე და ახალი სამთავრობო პროგრამა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად უკვე წარუდგინა. კენჭისყრა ხუთშაბათს უნდა გაიმართოს, თუმცა უკვე ხვალიდან მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში მოусმენენ. უმცირესობის მხრიდან წინასწარ გამოცხადებული კონსტრუქციულობის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატებს და შესაბამისად პროგრამას მხარს არ დაუჭერს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ოცნების 1-2 მომხრე ნაციონალებიდან კვლავ გამოერიოს. ყოფილი მმართველი პარტია კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის შესრულებაზე მონიტორის როლს ირგებს. ახალი პარლამენტი ახალი მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება. უკვე ცნობილია, რომ უმცირესობაში გადასული ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატურების მხარდაჭერას არ აპირებს. ჩვენ ხელს არ შეუშლით არანაირი საპროცედურო ომებით მთავრობის ფორმირებას, ჩვენ მათ უსურვებთ წარმატებას, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მხარს მას არ დაუჭერთ. ვიქნებით კეთილის მოსურნე, კონსტრუქციული ოპოზიცია და რამდენიმე თვის განმავლობაში დავაკვირდებით, თუ როგორ სრულდება ის წინასაარჩევნო საპროგრამო დებულებები, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას. ამის შემდეგ რა თქმა უნდა იქნება კრიტიკა, მაგრამ ეს კრიტიკაც იქნება კონსტრუქციული. მთავრობის ახალი შემადგენლობისა და პროგრამის ინიციირება ოფიციალურად მერვე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველ სხდომაზე მოხდა. ხვალიდან საკომიტეტო მოსმენები იქნება, გრაფიკი დღეს შეთანხმდა. 11 საათიდან იწყება კომიტეტებში მინისტრების მოსმენები. ზეგ 12 საათზე მთავრობას შეხვდება უმცირესობა, 3 საათზე უმრავლესობა. ასე რომ ყველა ამ სხდომაზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ კონკრეტულად მინისტრებს და მთავრობის წევრებს ყველა თემაზე, რაც სამთავრობო პროგრამას შეეხება. ძლიერი დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის პარლამენტში ამ სახელწოდებით ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამაცაა შეტანილი, სადაც ძირითადი პრიორიტეტები სწორედ იმის მიხედვითაა გაწერილი, რასაც კოალიცია ქართული ოცნება საარჩევნო პერიოდში მოსახლეობას პირდებოდა. ძირითადი კონცეფცია ეს არის ის საპროგრამო დოკუმენტი, რომელსაც ქართული ოცნება წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში წარუდგენდა მოსახლეობას, რითიც ჩვენ ძირითადად მოსახლეობამ დაგვიჭირა მხარი, ხოლო უფრო დეტალურად გაწერილი სხვადასხვა სამინისტროებზე, უწყებებზე უკვე იქნება წარმოდგენილი მინისტრების კანდიდატების მიერ. ხუთშაბათს სესიაზე გატანამდე ხვალ მთელი დღის განმავლობაში ახალ მინისტრთა კაბინეტს 15-ვე კომიტეტში განიხილავენ. არადაკლებს საინტერესო და დატვირთული იქნება უკვე მერვე მოწვევის პარლამენტის მესამე საპარლამენტო დღე ხვალ მთელი დღის განმავლობაში უკლებლივ ყველა კომიტეტში 15-ვე კომიტეტში მინისტრთა კაბინეტს და მინისტრებს მოусმენენ და ასევე მათთვის საინტერესო კითხვებს დაუსვამენ, ხოლო უკვე ზეგ 24 ოქტომბერს იგეგმება უმრავლესობასთან და უმცირესობასთან შეხვედრა მომავალი მინისტრებისა, უმცირესობასთან შეხვედრაზე თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილის მივა ეს მოთხოვნა დღეს თავად უმცირესობის წარმომადგენელმა ბიუროს სხდომაზე დააყენა და ამას კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის დათანხმდა. მადლობა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან, ნოდარ ჩაჩუა ამ კვირის პარლამენტის გეგმებზე საუბრობდა. თქვენი ძიმა ასე ასრულებს დიმიტრი შაშკინი ვრცელ წერილს, რომელიც მან სამხედროების კოლეგებს და მეგობრებს Facebook-ით გამოუგზავნა. 787 სიტყვა საქართველოდან გაქცეული შაშკინი საქართველოს მოქალაქეებს ეპისტოლარულ ჟანრში ესაუბრება. ის ამაყია, რომ მთავრობის სხდომებზე ვანო მერაბიშვილთან და რამაზ ნიკოლეიშვილთან ერთად იჯდა. არ ნანობს არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მან ბოლო 4 წლის განმავლობაში მიიღო და ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი რეფორმები წარმატებული იყო. სასჯელ აღსრულების, განათლებისა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომლის საქმიანობის შესახებ არაერთი კითხვა ჩნდება, საქართველო ისე დატოვა, რომ არც გადადგომის შესახებ გაუკეთებია განცხადება და არც უწყება გადაუბარებია ვინმესთვის. ამას კი თავდაცვის სამინისტროში სერიოზული უკანონო პროცესები მოჰყვა. შაშკინს იმედი აქვს, რომ საქართველოში კვლავ დაბრუნდება ახალი ხელისუფლება კი ამბობს, რომ ყოფილ მინისტრს საქართველოში დაბრუნება შესაძლოა მისი სურვილის მიუხედავად მოუწიოს. მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველო. იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი გაუგონარი ამბავი ჩემს შესახებ. ვინც მიცნობს არ დაიჯერებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებული ღია წერილი, სადაც დიმიტრი შაშკინი მთავრობაში მოღვაწეობის 4 წლიანი პერიოდით ამაყობს და ქვეყნის დატოვების შესახებ 3 კვირის შემდეგ ღიად საუბრობს, ექსპერტებში უმრავლესობასა და არასამთავრობო სექტორში კითხვებს აჩენს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ თუ შაშკინს სინდისი სუფთა აქვს და კანონთან პრობლემების შექმნა არ ემუქრება, მაშინ გაუგებარია, რატომ წავიდა ქვეყნიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი შაშკინი საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება. ამაში ვარ ახლა დარწმუნებული, საერთოდ ადამიანი, რომელიცაც წარსული ან აწყოს სუფთა აქვს და დანაშაული ჩადენილი არ აქვს, გაუგებარია საკუთარ სამშობლოს რატომ ტოვებს? არ ვიცი, არ გავცნობილი ვარ ამ წერილს, ამ ინფორმაციის თაობაზე ხა პირველად თქვენგან მესმის.
თავდაცვის, განათლებისა და სასჯელ აღსრულების ყოფილ მინისტრთან შეკითხვები აქვთ სამივე სფეროს ექსპერტებს. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, თავდაცვის საკითხის ექსპერტი თეონა აკუბარდია და განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი მიიჩნევენ, რომ დიმიტრი შაშკინმა მოახერხა და სამივე უწყებაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. ექსპერტები ახალ ხელისუფლებას შაშკინის მიმართ გამოძიების დაწყებას თხოვენ. ვინ შეძლებდა იმ სისტემის შენარჩუნებას და გაგრძელებას, რომელიც იგივე პოლიტიკას გააგრძელებდა, რომელიც ბაჩუ ახალაიამ დაამკვიდრა. ანუ წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა. სწორედ ამ პრინციპით შეირჩა ბატონი შაშკინი. საზოგადოებას შევახსენებ, რომ პირველ რიგში მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა ორი ჯარისკაცის თვითმკვლელობის ფაქტი და ოჯახის წევრები დღემდე აცხადებენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ეს იყო მკვლელობა. ბატონ შაშკინთან საზოგადოებას აქვს კითხვები, ერთის მხრივ ეს კითხვები უკავშირდება მის მიერ წარმოებულ ფინანსურ პოლიტიკას, მეორე მის მიერ წარმართულ ადამიანური რესურსების პოლიტიკას და მესამე რაც მთავარია ადამიანის უფლებებს. მეცხრე არხმა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით დღესვე გაუგზავნა შეკითხვები ექს-მინისტრს. თუ რატომ დატოვა ქვეყანა არჩევნებიდან მეორე დღეს და რა გაუგონარი ამბების გავრცელებას ელოდება საკუთარ თავზე. თუმცა მიუხედავად ღია წერილში დადებული პირობისა, რომ მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს, დიმიტრი შაშკინმა ჯერჯერობით ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. ჩვენი სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა იმყოფება ჩემთან სტუდიაში, სწორედ მას მინდა ვესაუბრო შაშკინის ფაქტორზე. გიორგი, როგორ ფიქრობ, რეალურად შაშკინმა გააკეთა თუ არა რაიმე თავდაცვის სამინისტროში და საერთოდ რამდენად იყო ის გადაწყვეტილებების მიმღები დათა ახალაიას მოადგილეობის პირობებში? ეხლა 4 ივლისს არის დანიშნული დიმიტრი შაშკინი თავდაცვის მინისტრის პოსტზე, სულ რამდენიმე თვის მანძილზე ერთადერთი რაც ვიცით, ეს არის სამიტე კონცეფცია, რომელიც არის გადმოღებული შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების დევიზიდან, რომ არც ბრძოლაში და არც მშვიდობიან პერიოდში არც ჯარისკაც არ მივატოვებ. თუმცა ამის იქით რეალურად რა გაკეთა თავდაცვის სამინისტროში ამ უწყების ტრანსპარენტულობიდან გამომდინარე ჯერჯერობით უცნობია. ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ მისი წასვლის პერიოდში მოხდა საკმაოდ ბევრი რამ, იგულისხმება უკანონო ქმედებები, რომელზეც შიგნიდან უკვე თადარიგის ოფიცრებმა და ოფიცრებმა გააკეთეს განცხადებები. რაც შეეხება თვითონ ახალაიების პირით, თქვენ მოგეხსენებათ, რომ შაშკინის მოადგილე დაინიშნა დათა ახალაია, ბაჩუ ახალაიას ძმა, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეალურად ახორციელებდა თავდაცვის სამინისტროს კონტროლს და სოსო თოფურიძე კი დაინიშნა გაერთიანებული შტაბის უფროსის კანცელარიის უფროსად. ანუ მთელი დოკუმენტაცია, რაც შედიოდა გაერთიანებულ შტაბში, იყო სოსო თოფურიძეს კონტროლის. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ფასადი შაშკინი და შესაძლოა, დიახ, ამაზე საკმაოდ ხმამაღლა საუბრობენ იგივე თადარიგის ოფიცრები და ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ თავდაცვის სამინისტროში, ანუ მინისტრი შაშკინი, როგორც პროდასალური ორიენტაციის ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროდ ფასადურ აი წერილში, რომელიც მან გამოაქვეყნა, ის ფაქტიურად სულ თავს იქებს, რაც უნახეთ. აგებს თუ არა ის პასუხს იმ ფაქტებზე, რაც მისი ქვეყნიდან წასვლის შემდეგ დაიწყო თავდაცვის სამინისტროში? ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე რეპორტაჟი, მათ შორის იარაღის ჩუქებებზე სახელმწიფო ჯილდოს სახით. სადაც არის მისი ხელმოწერა გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ რამდენად მართებული არის და რამდენად სწორი არის მისი ფაქსიმილე. ამიტომ იყო საუბარი, რომ ეს ხელმოწერა შესაძლოა ყოფილიყო გაყალბებული, განსაკუთრებით ეჭვი გააჩინა იმ ფაქტმა, რომ სწორედ შაშკინის წასვლის საქართველოსთან წასვლის შემდეგ გადაეცთ რამდენიმე ოფიცერს, საკმაოდ მაღალ ჩინოსაც, საკმაოდ ძვირადღირებული შეიარაღება. იარაღის გარდა საუბარი არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფ ავტომანქანებზე, საკმაოდ ძვირადღირებულ ავტომანქანებზე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ამ მანქანების საქართველოსთან გაყვანა იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ უკვე გარკვეული ჩარების შემდეგ ეს პროცესი შეწყდა. ამ ხელმოწერებს არ გულისხმობ პოლიტიკური პასუხისგებლობა თუ ეკისრება, ფაქტიურად ისე მოხდა, რომ მან არ გადააბარა სტრუქტურა მომავალ. ის საკმაოდ პარადოქსული ფაქტი მოხდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრმა უნდა გადააბაროს შემდეგ მინისტრს და აუხსნას ჩააყენოს საქმის კურსი რეალურად რა ხორციელდება, რა პროცესების წინაშე იმყოფებოდა საქართველო და რა მიმდინარეობდა გულისხმობ ყველა სახის მოლაპარაკებებს. იგივე შეერთებულ შტატებთან საკმაოდ ბევრი პროგრამაზე არის საუბარი, რომელიც ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ კვლავ ამოქმედა. აქ არის ვერტმფრენების პროგრამა, მფრინავების მომზადება და ასე შემდეგ. უამრავი საკითხი, რომელზეც მინისტრი იყო ვალდებული, რომ გადაეცა უკვე შემდეგი მინისტრისთვის და სამუშაო ჯგუფისთვის. დიდი მადლობა. ჩვენი სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა საუბრობდა შაშკინის ზღვაწლზე თავდაცვის სამინისტროში. დიმიტრი შაშკინმა მინისტრობის ხანმოკლე პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმედ 8-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისათვის ბინების გადაცემა დაასახელა. ამ თემასთან დაკავშირებით მეცხრე არს დღეს ერთ-ერთი სამხედროს ლეიტენანტ ამირან კახელის მეუღლე დაუკავშირდა. ნინო ავსაჯანაშვილის თქმით, სამხედრო პირების სია, ვისაც ბინები გადაეცათ, ხელმძღვანელობის კეთილგანწყობის მიხედვით და ნათესაობის ნიშნით შედგა. ბინები იმ ადამიანებმა მიიღეს, ვინც სოლიდურ კერძო საკუთრებას უკვე ფლობს. კონკრეტულად ავსაჯანიშვილის მეუღლის ამირან კახელის გვარი კი, რომელიც სამინისტროს დასახელებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, სიიდან ამოიღეს.
4 წელიანი ნინო ავსაჯანიშვილის საცხოვრებელი ადგილი ქმრის სამსახურთან ერთად იცვლება. უფროსი ლეიტენანტის ამირან კახელის მეუღლე მცხეთაში ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს და თავდაცვის სამინისტროს აშენებულ სამხედრო ქალაქში ბინას ელოდება. კომპლექსი, რომელსაც დიმიტრი შაშკინმა სახელმწიფოს საჩუქარი უწოდა, კახელების ოჯახისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ლეიტენანტის სიიდან ახსნა განმარტების გარეშე ამოიღეს. არჩევდნენ იმ შემთხვევაში, როცა ყავს ნათლია, მეგობარი თუ მამა გენშტაბში. ბინების შერჩევა მოხდა პირადი შეხედულების სამებრ. კორპუსები, რომლითაც სამხედროების ნაწილი უკვე სარგებლობს, განკუთვნილია მათთვის, ვინც ბინის არქონის გამო ქირით ცხოვრობს. თუმცა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით სიაში ის პირებიც მოხვდნენ, ვინც სოლიდურ კერძო საკუთრებას უკვე ფლობს. 26 ოფიცრიდან არის რამოდენიმე, რომელსაც ხმას უბრალოდ ვერ ამოვიღებ, იმიტომ რომ მათ ოჯახებსაც კარგად ცნობდა, წლებია ისინიც ქირით ცხოვრობენ და მართლა ეკუთვნით, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ რუსთავში 4 ოთახიანი ბინები საკუთრებაში, გადაწყვეტეს რომ და გაყიდონ, რადგან არ უნდათ სამხედრო ქალაქში ცხოვრება, მაგრამ იმათ ვინ რა ვისაც მართლა ჭირდებათ. სამხედრო ქალაქი, რომლის მშენებლობაც 2007 წელს დაიწყო და წინასაარჩევნოდ ფორსირებულ რეჟიმში დასრულდა, დღეს დიმიტრი შაშკინის გამოსამშვიდობებელ წერილში მნიშვნელოვანი მიღწევის სტატუსით მოხვდა. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხანმოკლე მინისტრობის დროს ფორსირებულ რეჟიმში დავასრულეთ 4 კორპუსის მშენებლობა და 800-ზე მეტ ადამიანს გადაეცა ბინა საკუთრებაში. სამხედროების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება სამინისტროს 3T კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის ტოტალური ზრუნვის ნაწილი იყო. თუმცა ჯარში ტოტალური ზრუნვის ნაცვლად ტოტალურ მუქარაზე საუბრობენ. გაგიშვებენ სახში ისეთ საბუთებით, ანუ ხშირად რო თქვა მგლის საბუთებს ეძახიან, როცა სახელმწიფო სამსახურში უვარგისი ხარ. ამ შემთხვევაში ჯარი მათ და ჯარი მას თუ ვერ გადაიხდიან, რაც საკუთრებაში გაქვს შემშობლებს თუ შენ ის ყველაფერი გაიყიდება, ჯარი მის თანხას მოხმარდება, ან შეიძლება პასუხისგებაშიც მიქცენ. სამხედრო ქალაქში მშენებლობა შეჩერებულია, გადაღება კი აკრძალული. რა ეტაპზეა პროექტი, რომელიც 2013 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო და რა ბედი ეწევა დანარჩენი 1000 მოსამსახურის ბინას. ამ თემაზე საუბარი თავდაცვის სამინისტრომ დღეს არ ისურვა. თავად ლეიტენანტი ამირან კახელი და რამდენიმე ოფიცერი კი განცხადების გაკეთებას კვირის ბოლოს გეკმავენ. შაშკინის წინამორბედიკის შესაძლოა კიდევ ერთ სერიოზულ სკანდალში გაეხვეს. ქისტები ლაფანყურის სპეცოპერაციის ახალ ვერსიაზე საუბრობენ. ამჯერად მეცხრე არხს დაღუპულების ოჯახის წევრები ესაუბრებიან. მარგოშვილი და ალდამოვი. რატომ და ვისი დავალებით ჩამოვიდნენ გაზაფხულზე საქართველოში ჩეჩნები და ქისტები სულ 103-მდე ახალგაზრდა. ბანკიში ამბობენ, რომ საქმეში გარეულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიას მეთაურობით. მინიშნებები კეთდება ვაჰაბიტებზეც. დასახელებულია კონკრეტული პოლიტიკური ფიგურაც, რომლის ლიკვიდაციაც ქისტების მტკიცებით აგვისტოს ბოლოს იგეგმებოდა. ბანკისელები ევროპიდან ჩამოყვანილი და შემდეგ დახოცილი ქისტებისა და ჩეჩნების მომზადების დეტალებს ყვებიან. დაღუპულთა ოჯახის წევრებს საკუთარი ვერსია აქვთ და აცხადებენ, რომ რეალური მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო ტერაქტების მოწყობა იყო. უმრავლესობას ასე ფიქრობს, რომ ისინი ამზადებდნენ ტერაქტებისთვის. ტერაქტები უნდათ. დაგეგმილი რო იყო ბიძინა ივანიშვილის კახეთში მიტინგები, ზუსტად იმ მიტინგებზე ტერაქტები უნდა ჩაეტარებინათ ამ ბავშვებს. ზუსტად ამ ბავშვებმა უარი თქვეს ამ ტერაქტებზე. დაღუპული ასლან მარგოშვილის მამა ყვება, რომ შვილთან ერთად გაზაფხულზე 103-მდე ახალგაზრდა იყო ევროპიდან ჩამოსული, თუმცა უმრავლესობამ საქართველო მალევე დატოვა. დაახლოებით 20 კაცი კი კონსპირაციულ ბინებში თვეობით ცხოვრობდა და კონკრეტულ დავალებას იღებდა. არჩევნებამდე შესთავაზესო ივანიშვილის ლიკვიდაცია. ვის სანაცვლოდაც გადაიყვანდნენ კიდეც და ყველა გზას გაუხსნდნენ. და რო არ დათანხმდნენ? რო არ დათანხმდნენ. გაითხოვეს აქედან და მოაქციეს ალყაში და დაიწყეს სპეცოპერაცია და გაანადგურეს. კიდევ ერთი დაღუპულის ბაჰაუდინ ალდამოვის მამა იხსენებს, რომ ოპერაციის დეტალების გაგების შემდეგ მას ადგილობრივი ჯამაათის წევრები დაუკავშირდნენ და ცხედრების გადასასვენებლად თბილისისკენ დაიძრნენ. თბილისში ჩასულ მამას კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა შვილის დაღუპვა გაუგებრობით აუხსნეს. ასლან ალდამოვი აცხადებს, რომ ოპერაცია კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გონი თელარის აქციის ამბავზე. დივერსიული რაღაცა დაშინებისა ან დარბოისა აქციისა ესეთი რამე უნდა მოხდარიყო. ბანკიში იმასაც ამბობენ, რომ ლაფანყურის ოპერაციას 3 ქისტი გადაურჩა და იმედი აქვთ, რომ დაღუპულთა ოჯახის წევრებს სიმართლეს სწორედ გადარჩენილები მიაწვდიან. რეკლამაზე გავდივარ და დღის სხვა მთავარ ამბებს რეკლამის შემდეგ გაგაცნობთ.
თელასის ხელმძღვანელობისთვის მიცემული ვადა, თანამშრომელთა გამაფრთხილებელი გაფიცვა და უხელფასო შებულებაში წასული ზურაბ არსოშვილი. ჩვენ გვინდა განცხადება მისი წასვლის შესახებ და ამისი ბრძანება, მანუკიანის ბრძანება, რომ არა მარტო ის პლუს კიდე ის ხროვა, რომელიც აქ შემოიყვანა. ფული უნდა და დარჩენებისთვის შემოვიდნენ ამ ფულისთვის და ყველანაირად გააკოტრეს კომპანია. ვინ გახდება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი? არსებულ კანდიდატურებს კიდევ ერთი ნინა ხატისკაცი შეემატა. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო უცნობზე FM 98 რა ხდება სახალხო იგივე ლიბერტი ბანკის ყოფილ და ახალ მფლობელებს შორის. გიორგი გოგუაძის განცხადება, რომ მას ეროვნულ ბანკთან ერთად ლიბერტი ბანკის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და პრობლემების მოგვარება მოლაპარაკების გზით შესთავაზა სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ დღეს ლადო გურგენიძემ განაცხადა, უფრო მეტიც გურგენიძე ირწმუნება, რომ გოგუაძე თავად აქტიურობს. ლიბერტი ბანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მას არანაირი სალაპარაკო არ აქვს ბანკის ყოფილ მეწილესთან, რომელიც 2009 წლის ყიდვა-გაყიდვის პროცესში საერთოდ არ ფიგურირებდა. ინტრიგა, რომელიც გოგუაძემ წამოიწყო ბიზნესმენმა და ნაციონალების ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯერ წილის ძალით დათმობა დაანონსა, შემდეგ კი როგორც ჩანს გარიგების იმედით მასზე ზეწოლის ფაქტებზე აღარ ისაუბრა. ლიბერტი ბანკის გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე უარყოფს, რომ ყოფილ მეწილეს გიორგი გოგუაძეს ბანკთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად დაუკავშირდა. მე არც გიორგი გოგუაძესთან და არც სახალხო ბანკის სხვა ყოფილ აქციონერთან არ გამირეკია. პირიქით, გიორგი გოგუაძემ გამირეკა მე და გააკეთა ეს პარასკევს მას მერე, რაც ეთერით გავიდა მისი ეს განცხადება. ფლამის გადამოწვევა არის სრულიად მარტივი მობილური ტელეფონების, ასე ვთქვათ, ამონაწერის ნახვის წინში. ლადო გურგენიძე გოგუაძესთან მოლაპარაკებების საჭიროებას ვერ ხედავს. ამბობს, რომ 91%-იანი წილი მაშინ შეიძინა, როდესაც გიორგი გოგუაძეს ბანკთან აღარაფერი აკავშირებდა. ჩვენმა ჯგუფმა, ლიბერტის ჯგუფმა, ლიბერტი ბანკი შეიძინა 2009 წლის სექტემბერში $15 მილიონ, ანუ ბანკის მთლიანი შეფასება მაშინ იყო $11.4 მილიონი. შეიძინა იმ დროს, როდესაც ბანკი უმძიმეს კონდიციაში იმყოფებოდა, გადაიტანა რა კლინიკური სიკვდილი ფაქტიურად 2008 წელს და შეიძინა სრულიად სხვა ადამიანებისაგან. სახალხო ბანკის დამფუძნებლებმა გიორგი გოგუაძემ, ირინა ჯინჭარაძემ, გოგი ბურჭულაძემ და ალიონა კოვალენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან ქონების დაბრუნებას მოითხოვდნენ, ვინაიდან წლების წინ მასზე უარის ზეწოლის შედეგად ათქმევინეს. თუმცა პრესკონფერენციაზე დეტალებზე საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ მათ ლიბერტი ბანკიდან დაუკავშირდნენ და მოლაპარაკება შესთავაზეს. დღევანდელ ჩვენს შეხვედრამდე დაგვიკავშირდნენ ეროვნული ბანკიდან, ლიბერტი ბანკიდან, მანამდე ჩვენ არ ვქონია მათთან არანაირი საუბარი და გთხოვეს, რომ შესაბამისად მათთან შეხვედრის შემდეგ გავაკეთოთ ფორმულირებებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა იქნება საინტერესო ყველა მხარისათვის. ლადო გურგენიძის განცხადებას დღესვე სახალხო ბანკის ყოფილი მეწილე, მამუკა ჯინჭარაძის ოჯახის წევრი ირინა კოვალენკო გამოეხმაურა. ჩვენ ვართ სწორედ ის ყოფილი მფლობელები, რომლებსაც ბანკის გაყიდვამდე 50 მილიონი ლარის კაპიტალი ჰქონდათ. გურგენიძე სად ამბობს მართალს და სად არა არ ვიცით. ვიცით ის, რომ ჩვენგან 50 მილიონი ლარის ქონება 9 მილიონ ლარად შეიძინეს. იყო თუ არა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ბანკის ყოფილ მფლობელებზე წილის დათმობის მიზნით ზეწოლა, ამის შესახებ გიორგი გოგუაძე განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს. პრესაში გავრცელებული ცნობებით ის საქართველოში არ იმყოფება. თელასის ზონდერების გარეშე ამ ლოზუნგით გამაფრთხილებელი გაფიცვა თელასის ცენტრალურ ოფისთან მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომლებმა გამართეს. ისინი კომპანიის კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი სწორედ იმ პიროვნების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლის საქმიანობასთან ბოლო დროს ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. არსოშვილს თანამშრომლები უკანონო გათავისუფლებაში და კომპანიის გაკოტრებაში ადანაშაულებენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომერციული დირექტორი უხელფასო შებულებაში პირადი განცხადების საფუძველზე გავიდა. თანამშრომლები მოთხოვნების შესასრულებლად კომპანიის გენერალურ დირექტორს ვადას ხუთშაბათამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივ გაფიცვებს გეგმავენ. ზურაბ არსოშვილისა და მისი გუნდის სამსახურიდან გათავისუფლება, ხელფასის მომატება, გაშვებული თანამშრომლების აღდგენა და პრემიების ძველი სისტემის დაბრუნება. ასეთი იყო თელასთან გამართული აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები. რაც ესენი მოვიდნენ, ყველაფერი დაიკარგა რა. ყველაფერი აბსოლუტურად. შრომის უნარიანობაც, ერთმანეთის პატივისცემა, რავი, ყველაფერი ადამიანური დამოკიდებულება. შიშით ზრობით მოდიოდა ხალხის სამსახურში. ფული უნდა და დარჩენებისთვის შემოვიდნენ ამ ფულისთვის და ყველანაირად გააკოტრეს კომპანია. რა მდგომარეობა იქნება ღმერთმა უწყეს ახლა კომპანიაში. პროტესტის მონაწილეებმა აქციაზე შეიტყვეს, რომ ზურაბ არსოშვილი უხელფასო შვებულებაშია. თელასის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილებს სიტყვით კომპანიის გენერალურმა დირექტორმა
დირექტორმა აშოტ მანუკიანმა მიმართა. სწორედ მაშინ როცა მე თქვენთან ჩამოვდიოდი თელასის კომერციულმა დირექტორმა, რომელმაც მოისმინა თქვენი მოთხოვნები, თავად მიიღო გადაწყვეტილება დროებით ჩვეულებაში გასვლის შესახებ. დღეისთვის მე არ ვარ მზად ამ საკითხის გადაწყვეტის რაიმე კონკრეტული რეცეპტები დავდო. თუმცა თითოეული თანამშრომლის საქმეს ინდივიდუალურად შექმნილი კომისია განიხილავს. აქციაზე შვებულებაში წასული არსოშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არ მოხსნილა. ამ მოთხოვნით თელასის პროფკავშირის თავმჯდომარემ შიმშილობის აქცია დაიწყო. შიმშილობა დაიწყე იმ თავარი მიზეზის შეუსრულებლობის გამო, რომელიც არ დააკმაყოფილა თელასის გენერალურმა დირექტორმა. არ გაანთავისუფლა არსოშვილი და თავისი ხროვა ვიც არიან აქ მოსულები. ჩვენ გვინდა განცხადება მისი წასვლის შესახებ და ამისი ბრძანება, მანუკიანის ბრძანება, რომ არა მარტო ის, პლუს კიდე ის ხროვა, რომელიც აქ შემოიყვანა, წავიდეს სამსახურიდან. გათავისუფლებულების საქმის გადახედვის მოთხოვნით საჩივარი ყოფილმა თანამშრომლებმა პროკურატურაში შეიტანეს. მოქმედმა თანამშრომლებმა კი თელასის დირექტორს ვადა ხუთშაბათამდე მისცეს. აშოტ მანუკიანმა ამ დრომდე უნდა გადაწყვიტოს გაათავისუფლებს თუ არა კომერციულ დირექტორს და გაზრდის თუ არა თანამშრომელთა ხელფასებს. ინიციატივა, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღებია პრეზიდენტის ინიციატივას გუბერნატორების, მერების, გამგებლების პირდაპირ წესით არჩევასთან დაკავშირებით ექსპერტები და პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ახლად არჩეული პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა თუ რა სიკეთემო აქვს დეცენტრალიზაციის პროცესს და რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის უშუალო ჩართვა ინსტიტუტების ფუნქციონირებაში. თუმცა მას არ განუმარტავს, რატომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური 2010 წელს, როდესაც ოპოზიცია იმავე ინიციატივით გამოდიოდა. მაშინ ნაციონალური მოძრაობა აცხადებდა, რომ ამისთვის მზად არ იყო. ექსპერტები ამბობენ, რომ არსებული კონსტიტუციით გუბერნატორების პირდაპირ წესით არჩევა შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც 4 ახალი გუბერნატორი დანიშნა, ქვეყნის პირველი პირი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა ახლადარჩეულ პარლამენტთან დეცენტრალიზაციის სიკეთეზე ისაუბრა. პირდაპირ არჩევის წესი სხვა მერებზე და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს და ასევე გთავაზობთ, რომ პირდაპირ წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი საქართველოში. ეს გადამწყვეტი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში. გუბერნატორების, მერებისა და გამგებლების პირდაპირ წესით არჩევაზე უარი პრეზიდენტის გუნდმა 2010 წელს იმ მოტივით თქვა, რომ სისტემა საამისოდ მზად არ იყო. სამაგიეროდ დღეს ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ინიციატივა მათი 2 წლიანი პროგრამის ნაწილია. თბილისის მერი არის ხალხის მიერ არჩეული, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პროგრამა, რომ თანდათანობით ყველა დონეზე ყოფილიყო არჩევით და პრეზიდენტმა უბრალოდ ამ ინიციატივის ეხლა გაჟღერებით აღნიშნა ჩვენი პარტიის სურვილი. უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ საკითხი საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს. როცა საუბრობ თანამდებობის პირის არჩევის წესზე, და ამ დროს არ იცი, როგორი ტიპის თვითმმართველობას აწყობ, ერთდონიანს, ორდონიანს, სად არის პირველი დონე, სად არის მეორე დონე, არა, ამ შემთხვევაში საკითხი არის ფრაგმენტული და პოპულისტური დამოკიდებულება. პრეზიდენტს დაგვიანებული ინიციატივას საყვედურობენ ექსპერტები. მათი აზრით, ამ გეგმის განხორციელებას კონსტიტუციისა და რიგი კანონების ცვლილება სჭირდება. პრეზიდენტის ანდერძიმის შესახებ, რომ საჯარო არის დაუცილებელი არის გუბერნატორების, მერების არჩევა და პირდაპირ არჩევა, რა თქმა უნდა, გასაზიარებელია. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ჩვენ დავაგვიანეთ კიდეც. თავის ამ ნათქვამის სრულიად საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებდა ნაციონალური მოძრაობა და ამიტომ პრეზიდენტის მხრიდან ამის თქმა უკვე შეურაცხყოფაა ქართული საზოგადოების. ექსპერტები პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას უხსენებენ და ფიქრობენ, რომ რეალური დეცენტრალიზაცია მეტსარგებელს ხალხს ნამდვილად მოუტანს. მართლმა გუნდმა სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით არაოფიციალური მოლაპარაკება უკვე დაიწყო. არსებულ 4 კანდიდატს კიდევ ერთი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყოფილი თანამშრომელი ნინა ხატისკაცი დაემატა. ქართული ოცნება ომბუდსმენობის კანდიდატებთან ოფიციალურ მოლაპარაკებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. შესაძლოა კვირის ბოლომდე ახალი სახალხო დამცველის ვინაობას დასახელდეს. სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით არაოფიციალური მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. არსებულ 4 კანდიდატს კიდევ ერთი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი დაემატა. ლაპარაკი არაერთ ადამიანს, როგორც სამოქალაქო სექტორში, ქართულ ოცნებაში სოზარ სუბას, თუმცა ეს იყო არა კონკრეტულად რაღაც შემოთავაზება, არამედ რაღაც ჩემი მოსაზრების მოსმენა. უკვე ცნობილი კანდიდატები თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გელა ნიკოლაიშვილი კი რამდენიმე დღისით მმართველ გუნდს შეხვდნენ და არაფორმალური კონსულტაციები გამართეს.
დიახ, გარკვეულ ფორმატში მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ქართული ოცნების მიერ დელეგირებულ ჯგუფს. თემა შეეხებოდა არჩევის პროცედურებს, წარდგენის პროცედურებს და რომლის კონტექსტში შევთანხმდით, რომ საბოლოო ჯამში გვეცოდინებოდა ამის შესახებ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პოლიტსაბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას. ომბუდსმენის დამტკიცების ხელისშემშლელ ფაქტორად ქართულმა ოცნებამ ყოფილი სახალხო დამცველი დაასახელა, რომელსაც მათი ვეცნობით გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია. ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კი კატეგორიულად უარყოფს, რომ საშელახსრულების მინისტრობის პარალელურად ომბუდსმენის პოსტსაც იკავებდა. გაკეთდა არაერთი საჯარო განცხადება, როგორც მედიით, ასევე მე პირადად არაერთხელ განაცხადე, რომ დავტოვე ომბუდსმენის პოსტი. ორგანულ განონში არ არის მითითებული, რომ მე ვინმეს უნდა მივმართო ამ საკითხზე განცხადებით. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, ქართული ოცნება ომბუდსმენობის კანდიდატების განხილვას ბიუროს ფორმატში აპირებს. ჩვენ გავივლით ბიუროს ფორმატში ბადებთან დაკავშირებით ამ საკითხებს, როდის იქნება და ვინ იქნება კონკრეტულად წარმოდგენილი პარლამენტში კანდიდატების სახით და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, არჩევანს გააკეთებს იმ კანდიდატებზე, რომელსაც ყველაზე მაღალი ხარდაჭერა აქვს. სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარსადგენ კანდიდატებთან ოფიციალური კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და ახალი სახალხო დამცველი პარლამენტმა შესაძლოა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაამტკიცოს. ჭაჭის თაუერის სახელით ცნობილ ახალ ნაგებობაში სახელმწიფო 1,5 მილიონი ლარი დახარჯა. კოშკის ორიგინალი თურქეთის ქალაქ იზმირში დგას. ბათუმის მერიაში არ აკონკრეტებენ დაიხარჯა თუ არა ბიუჯეტის ფული იზმირის კოშკის ბათუმური ასლის პროექტის მომზადებაშიც. არც ისაა ცნობილი, რომელი მწარმოებლის ჭაჭის გასინჯვაა შესაძლებელი კვირაში რამდენჯერმე ბათუმში. ქალაქის მერიაში მეცხრეარს უთხრეს, რომ ჯერჯერობით ალკოჰოლური სასმელის საკუთარი მარაგი აქვს და მომწოდებელთან მოლაპარაკება არ დაუწყია. დღეს საღამოს საგანგებოდ მეცხრეარხისთვის ჩართული ჭაჭის შადრევანი ნათია როყვა მოინახულა. რამდენიმე დღის წინ ბათუმში გახსნილი ჭაჭის კოშკი ბიუჯეტს 1,5 მილიონი ლარი დაუჭდა. კოშკის სიმაღლე 25 მეტრია და ის თურქეთის ქალაქ იზმირში არსებული შენობის ზუსტ ასლს წარმოადგენს. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ვერ აკონკრეტებს დაიხარჯა თუ არა ბიუჯეტიდან ფული თურქეთში არსებული კოშკის ბათუმური ასლის პროექტის მოსამზადებლადაც. ყოველდღიურად ჭაჭის გადმოსვლა არ მოხდება. ეს იქნება მხოლოდ კვირის რომელიმე განსაზღვრულ დღეებში, განსაზღვრულ ინტერვალებით მოხდება ჭაჭის ასე ვთქვათ დაგემოვნება. ყოველ შემთხვევაში ამისთვის ყველაფერი მზად არის. მართალია ჭაჭის შადრევანი უკვე გაიხსნა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის და რა პერიოდულობით შეეძლება მსურველს ბათუმში შადრევნიდან გადმოსული ჭაჭის დაგემოვნება. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი სურმანიძე ამბობს, რომ შადრევანი სავარაუდოდ კვირადღეს დროის მცირე მონაკვეთში იმუშავებს. ეწოდებულ ჭაჭის ტაუერის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მშენებლობის საერთო ღირებულება დაახლოებით 1,5 მილიონი ლარში ადგენს და ამ თანხაში შედის როგორც თვითონ შენების მშენებლობის, ასევე საათის შეძენისა და დამონტაჟების, ასევე კოშკის შადრევნებისა და სპეციალური მოწყობილობების შეძენა. ტურისტული ქალაქის მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს ჭაჭის თაუერის გახსნას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ერთ-ერთია, რომელმაც ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი ლარის დახარჯვას და კოშკის მშენებლობის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ძალიან აპრობირებული მეთოდი არის ტურისტულ ქალაქებში, როცა ამ ტიპის ობიექტები ჩნდება ხოლმე ქალაქში. ეს გადაწყვეტილებას თავის დროით ამიტომ იყო მიღებული, ის გადაკეთდა ჭაჭის შადრევნად, გაიხსნა რამოდენიმე დღის წინ და მე არ ვფიქრობ, ეს არის ცუდი ტურისტული ობიექტი ქალაქში. ბათუმელებს ქალაქის ახალი ღირსშესანიშნაობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ამან თუ უნდა მოინჯდოს ტურისტები, მაშინ აღარ ყოფილა საშუალებით ჩვენი ტურიზმის განვითარების. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება და უკეთესი რამ მაშენებულიყო 1,5 მილიონის ფარგლებში. ჭაჭის კოშკს 4 აუზი აქვს. ტრადიციული ქართული ალკოჰოლური სასმელის გასინჯვის მსურველებს სპეციალური სენსორული აპარატი ცეცხლოვან სითხეს კვირაში ერთხელ 10 წუთის განმავლობაში ჩამოუსხამს. კონკრეტულად მეცხრეარს 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად მოკლე დღის მთავარი და მნიშვნელოვანი ამბები მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. საქჰიდროენერგომშენის 45% და ენერგეტიკის მინისტრის პოსტი არის თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტი და მოუწევს თუ არა კახიკალაძეს მინისტრობაზე უარის თქმა. რა შუაშია კალაძე ენერგეტიკასთან ეს კითხვა მაშინვე გაჩნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთელი მინისტრის პოსტზე წარადგინა. დღეს ცნობილი ხდება, რომ ის არც თუ ისე შორს ყოფილა ენერგოსფეროსგან. კალა კაპიტალი, რომლის 100%-ით კალაძეს ეკუთვნის, იმ სააქციო საზოგადოებას ფლობს, რომელიც ჰესებისა და გვირაბების მშენებლობითაა დაკავებული. რატომ არ თქვა წარსდგენისთანავე კალაძემ, რომ იგი ენერგოკომპანიის მფლობელი იყო. მის დღევანდელ განცხადებას არასამთავრობო სექტორი ეჭვის თვალით უყურებს. კალაძე ამბობს, რომ დანიშვნდა 10 დღეში წილის გაყიდვის პროცედურას დაიწყებს, თუმცა კანონით მას 10 დღეში საქჰიდრომშენის აქციები უკვე გაყიდული უნდა ჰქონდეს.
Თქვენი ძიმა ასე ასრულებს დიმიტრი შაშკინი ვრცელ წერილს, რომელიც მან Facebook-ით გაავრცელა. 787 სიტყვა საქართველოდან გაქცეული შაშკინი საქართველოს მოქალაქეებს ეპისტოლარულ ჟანრში ესაუბრება. ის ამაყია, რომ მთავრობის ხდომებზე ვანო მერაბიშვილთან და რამაზ ნიკოლეიშვილთან ერთად იჯდა. არ ნანობს არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მან ბოლო 4 წლის განმავლობაში მიიღო და ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი რეფორმები წარმატებული იყო. სასჯელ აღსრულების, განათლებისა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომლის საქმიანობის შესახებ არაერთი კითხვა ჩნდება, საქართველოს ისე დატოვა, რომ არც გადადგომის შესახებ გაუკეთებია განცხადება და არც უწყება გადაუბარებია ვინმესთვის. ამას კი თავდაცვის სამინისტროში სერიოზული უკანონო პროცესები მოჰყვა. შაშკინს იმედი აქვს, რომ საქართველოში კვლავ დაბრუნდება. ახალი ხელისუფლება კი ამბობს, რომ ყოფილ მინისტრს საქართველოში დაბრუნება შესაძლოა მისი სურვილის მიუხედავად მოუწიოს. რა ხდება სახალხო, იგივე ლიბერტი ბანკის ყოფილ და ახალ მფლობელებს შორის. გიორგი გოგუაძის განცხადება, რომ მას ეროვნულ ბანკთან ერთად ლიბერტი ბანკის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და პრობლემების მოგვარება მოლაპარაკების გზით შესთავაზა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ დღეს ლადო გურგენიძემ განაცხადა, უფრო მეტიც გურგენიძე ირწმუნება, რომ გოგუაძე თავად აქტიურობს. ლიბერტი ბანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მას არანაირი სალაპარაკო არ აქვს ბანკის ყოფილ მეწილესთან, რომელიც 2009 წლის ყიდვა-გაყიდვის პროცესში საერთოდ არ ფიგურირებდა. ინტრიგა, რომელიც გოგუაძემ წამოიწყო ბიზნესმენმა და ნაციონალების ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯერ წილის ძალი დათმობა და ანონსა, შემდეგ კი როგორც ჩანს გარიგების იმედით მასზე ზეწოლის ფაქტებზე აღარ ისაუბრა. ქისტები ლაფანყურის სპეცოპერაციის ახალ ვერსიაზე საუბრობენ. ამჯერად მეცხრე არხს დაღუპულების ოჯახის წევრები ესაუბრებიან მარგოშვილი და ალდამოვი. რატომ და ვისი დავალებით ჩამოვიდნენ გაზაფხულზე საქართველოში ჩეჩნები და ქისტები, სულ 100-მდე ახალგაზრდა. ბანკიში ამბობენ, რომ საქმეში გარეულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეთაურობით. მინიშნებები კეთდება ვაჰაბიტებზეც. დასახელებულია კონკრეტული პოლიტიკური ფიგურაც, რომლის ლიკვიდაციაც ქისტების მტკიცებით აგვისტოს ბოლოს იგეგმებოდა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენერგეტიკულ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით საერთაშორისო ფორუმი გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტისა და მმართველის შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდის პატრონაჟითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით დუბაიში იმართება. მიხეილ სააკაშვილი ფორუმზე სიტყვით უკვე გამოვიდა. ფორუმს მსოფლიო ლიდერები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებიან. არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი არ არის ისეთი, როგორც დასავლეთში ჰგონიათ. Democracy and Freedom Fund-ში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის მოსაზრებებს აქვეყნებს. დასავლეთში ბევრისათვის სააკაშვილი რჩება დემოკრატიის მხარდაჭერად და რუსეთისაგან საკუთარი ქვეყნის დამცველად, ხოლო მომავალ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ ოლიგარქად, რომელსაც პრორუსული მიდრეკილება აქვს. დროა გამოვასწოროთ ეს გაუგებრობა, წერს თედო ჯაფარიძე. ავტორის აზრით სააკაშვილს ქვეყანა ჩიხში შეჰყავდა. ერთის მხრივ მოსკოვთან მიმართებაში პოზებს იჭერდა და მეორეს მხრივ ავტორიტარულ კანონებს აძლიერებდა. შემაშფოთებელია, რომ დასავლეთში ბევრი არაპირებს ყურადღება მიაქციოს სააკაშვილის მიერ ოპოზიციის შეურაცხყოფას, მისი მთავრობის პასუხისგებლობას ციხეებში წამების ფაქტებზე და დემოკრატიის მისეული ვერსიის სხვა ნაკლოვანებებს. დასავლეთში ბევრი კვლავ ფიქრობს, რომ ივანიშვილის ქართული ოცნების გამარჯვება მოულოდნელი იყო და სააკაშვილის მიერ დემოკრატიული პრინციპების ერთგულებამ განაპირობა. არადა სააკაშვილი ღიად უწყობდა ხელს საარჩევნო გაყალბებას არჩევნებამდეც და არჩევნების დროსაც. თედო ჯაფარიძის აზრით დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მიუხედავად სააკაშვილის მედია მანიპულირებისა, ქართული ოცნება იმუშავებს, რომ შეამციროს უმუშევრობის დონე, მოსპოს კორუფცია, დაეხმაროს ათასობით ლტოლვის, გააუმჯობესოს ქვეყნის საგადასახადო ბალანსი. ქართველები წარმატებას მიაღწევენ, თუ დასავლეთი მიხვდება, რომ სააკაშვილის მიზანი არა საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებად გარდაქმნა, არამედ პირადად მისი და მისი რეჟიმის ხელისუფლებაში დატოვება, წერს თედო ჯაფარიძე. პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს სახელწოდებით მარჯანიშვილი რეჟისორები ლევან წულაძე და დიმიტრი ღვთისიაშვილი დგამენ. 3 საათიან წარმოდგენაში მარჯანიშვილის თეატრის ისტორიაა მოთხრობილი. ქართული თეატრის თანამედროვე ვარსკვლავები მე-20 საუკუნის ლეგენდარულ მსახიობებს აცოცხლებენ. სცენარი დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გურამ ბათაშვილმა დაწერა. სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის 140 და თეატრის 95 წლის თავს ეძღვნება. აუშვები სიცი რომ ზუსტად გააჩერა. ჯემალ კუხალაშვილის პერსონალური გამოფენა გალერეა ვერნისაჟში, ექსპოზიცია, რომელიც ცნობილი მხატვრის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. ავტორმა ვეფხის ტყაოსნის ბეჭდური გამოცემიდან 300 წლის თავს მიუძღვნა ჯემალ კუხალაშვილის რიგით 27 გამოფენაზე ავტორის სხვადასხვა დროის შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი.
ვისვენებ მაშინ როცა მუშაობ მაშინ როცა ვისვენებ ხო? მხატვარი, რომელიც მრავალი წელია ხელოვნების ნიმუშებს ქმნის, საიუბილეო გამოფენისთვის რამდენიმე თვეა ემზადება. ხატვა როდის დაიწყო არ ახსოვს. ამბობს, რომ მშობლები სწორედ მისი გამორჩეული ნიჭის გამო გადმოვიდნენ საცხოვრებლად ქუთაისიდან თბილისში. მიუხედავად იმისა, ევროპული ფორმები ჩემს ხელოვნებასთან წილნაყარია და ნაზიარები ვარ მე ამ სკოლებს, ძალიანაც ეთყობა, რომ მე ქართველი მხატვარი ვარ და ეს უნდა ეთყობოდეს ბოლომდე. როგორც ყველა ხელოვანს, მასაც თავისი მეთოდი აქვს. ნამუშევრებს ზოგჯერ შლის კიდეც. ამბობს, რომ ხატვარმა ხატვის პარალელურად კარგად წაშლაც უნდა იცოდეს. ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გალერეებსა თუ კერძო კოლექციებში ინახება. შენელებული სისხლით როცა მუშაობენ, მე ნერვები მეშლება ასეთ ნახატებზე. საჩვენებელი შოუ კი არ არის ესა, ესეთი რომ გამოვიდეთ და 1000 მოვუცებ ტაში დაგვიკრან. ეს არის მარადისობის ქმნა. ფერწერის პარალელურად ჯემალ კუხალაშვილი ლექსებსაც წერს. გალერეა ვერნისაჟში დღეს მისი კრებულის პრეზენტაცია შედგა, სადაც ავტორის სხვადასხვა დროს დაწერილი 90-მდე ლექსია შესული. 30 წელია მე მუშაობ ამ სფეროში და როგორც იქნა გავბედე და გავაკეთე წიგნი. და რუსტაბელიცაა, გოეთეცაა და დანტეცაა. აი მის შემოქმედებაში ყველაფერი ბობოქრობს. აი ადამიანია, ადამიანთა სხვადასხვა ფეროვნებაა, სიკეთეა, ბოროტება, სიკვდილია, მაგრამ მაინც ადამიანია. მხატვარი, რომელიც არაერთი საერთაშორისო პრემიის ლაურეატია, დამთვალიერებელს გალერეა ვერნისაჟში 30 ოქტომბრამდე უმასპინძლებს. და ბოლოს ეკაბერიძე მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახების თავად გვესაუბრება ეკა საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა ნათია, მივესალმები მეცხრე არხის მაყურებელს. ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ მთავრობასთან ჯანსაღი ოპონირება ამიერიდან საპარლამენტო უმრავლესობის მოვალეობაც იქნება. როგორ აპირებენ თანაგუნდელების კონტროლს? მთავარ კითხვას ზვია ძიძიგური ქუთაისიდან უპასუხებს. რატომ არ გამოთქვამდნენ აქამდე პროტესტ ჭიათურელი მაღაროელები, ჟურნალისტი სანდრო კაკაბაძე და როგორ გაიარა სირცხულის დერეფანი საქართველოს პრეზიდენტმა? სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე გადაცემაში მთავარი კითხვა. ეკა მადლობა, მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში ახალი ამბის დასრულებისთანავე გავა ეთერში. თქვენ უყურებდით მე 9:09 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად მე ხვალამდე გემშვიდობით, ნახვამდის.